ალექსანდრე დუმბაძე 9 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კინგბოქსი, მეგობრებთან თამაში და ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემი თვისწავლა. მე ვიცი მზის ხატვა, ღრუბლების ხატვა, ხეების ხატვა და კიდე ძალიან ბევრი რაღაცის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი, არ მიყვარს წითელი. წითელი იმიტომ არ მიყვარს, რომ არის ძალიან წითელი. მე ვხატავ ფანქრებით და ფლომასტერებით. ჩემი ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ გამიჩუქებია. ყველაზე ხშირად ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქარს რომ ჩუქნია. ჩემი ოცნების საჩუქარია Samsung-ის ტელეფონი. საჩუქრების გამო მიყვარს ახალი წელიც და დაბადების დღეც. თოვლის პაპას მოაქვს ყოველ წელს საჩუქარი. მაგალითად ჩარშან მაშუქა პულტიანი მანქანა. წელს მინდა მაჩუქოს დედაენა. ჩემი αδერი თოვლის პაპა არის 54 წლის და ქვია ნიკა. ჩემი აზრით თოვლის პაპა ადრე მუშაობდა სუპერმარკეტში. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და უკვე მაქვს შეგროვებული 10 ნახატი. აქედან ყველაზე მეტად მომწონს ანიმე გმირი. ჩემი ნახატების გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ მინიმალური ფასი მექნებოდა 25 ლარი. ჩემი საყვარელი ნახატი აღირება 40 ლარი. მე კარგად არ ვიცი მთების ხატვა და აუცილებლად ვისწავლე. ასევე ძალიან მიყვარს მეგობრებთან თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია ფეხბურთი. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ ეზოში ვთამაშობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. მე ვთამაშობ მეკარეს პოზიციაზე და ძალიან ბევრჯერ გადავარჩინე ჩემი გუნდი. ერთხელ მოვხსენ ძალიან მაგარი ბურთი. ბოლო გოლი იყო, ვაგებდით 11 იყო და გადავხდი და ავიღე. დიდმა ბიჭმა ძლიერად დამერტყა და გადავხდი და ავიღე. მეკარე კი ვარ, მაგრამ გოლებიც გამაქვს. ალბათ მაქვს გატანილი 24 გოლი. აქედან ყველაზე ლამაზი გამომივიდა ცხრიანი. ცენტრთან ვიყავი და გავიტანე ცხრიანში. 1 წელი დავდიოდი კინგბოქსზე და იმიტომ გამოვედი, რომ სკოლა იწყებოდა. მახსოვს პირველი დღე, რომ კინგბოქსზე შევედი. საერთოდ არ ვნერვიულობდი, მაგრამ ბავშვებს არ ვიცნობდი. ერთი შეხედვით ძალიან კარგი მასწავლებელი იყო. მეორეთაც რომ შევხედე, კარგი აღმოჩნდა. კინგბოქსში ყველაზე რთულია ილეთების სწავლა. ყველაზე მარტივია დარტყმა. მინდა ისევ შევიდე კინგბოქსზე და გავიდე ჩემპიონატზე. 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ილეთი ვისწავლე. კინგბოქსზე იმიტომ დავიდიოდი, რომ ჩემი ძალა მხოლოდ დარბაზში გამოვიყენო. ქუჩაში არ ვიჩხუბებ და არც ვაპირებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეგობარს ან ოჯახის წევრებს ჩაგრავენ. კინგბოქსზე ასე ძალიან იმიტომ მომწონს, რომ მინდა რომ ჩემპიონატზე გავიდე. კინგბოქსზე ჩემი მიზანია გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს მეგობრები და ვსწავლობ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გეგა გოლიაძე. ყველაზე ცელქია გაბრიელ დევაძე. ყველაზე ჭკვიანია ანდრია ბოლქვაძე. ყველაზე მშვიდია ნიკო კონცელიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ირმა დუმბაძე. იმიტომ რომ გვასწავლის ქართულს, მათემატიკას და კიდევ სხვა საგნებს და არის ძალიან მხიარული და ლამაზი. სამოგზაუროს სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა და ჩემი და. ჩემი და არის 14 წლის და ქვია ნატა. ნატა არის ჭკვიანი, ლამაზი და ზარმაცი. ძალიან მიშლის ნერვს, მაგრამ ძალიან მიყვარს. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი და პლანჭია და აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია წითელი ლობიო. მე ვარ სიმპათიური, ჭკვიანი და ნიჭიერი. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი შესაფერისი გოგო ვერ ვნახე. გოგო უნდა იყოს ჭკვიანი, ლამაზი და
ნაზი. ასეთი გოგო მე ვნახვა აუცილებლად შევიყვარებ. ცოლს მოვიყვარ, როცა იქნები 20 წელი. შვილებს დავარქმევ გიორგის, ლუკას და ანას. ჩემი ცოლის დავარქმევ ნინის. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. ასევე მიყვარს ანიმეების ყურება. ჩემი საყვარელი ანიმეა ნარუტო. ანიმეს გვირებს ხატავ, მაგრამ სცენარი არ მომიფიქრებია. ჯადოსნურ ჯოხი რომ მქონდეს მექნებოდა ფრენის ძალა. აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი იტალიაში. იტალიაში არ ვიცი რა მინდა, მაგრამ მომწონს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი ქვეყნის მეფე ვიქნებოდი. მე ვიქნებოდი ბრაზილიის მეფე და ქოქოსის ჭამას არ ავკრძალავდი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია მგელოვანა. ბედნიერება არის თამაში და დედიკოს ჩახუდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.